როცა DaVinci Resolve-ს პირველად გახსნი, დაინახავ project manager-ის პანჯარას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადგილი, სადაც უბრუნდები ძველ პროექტს ან ახალს ქმნი. თუ ახალ პროექტს პირველად ქმნი, აი ასეთი ნაცრისფერი გრაფა დაგხვდება. მაგრამ თუ ეს შენთვის პირველი პროექტი არ არის, ჩემსავით სხვადასხვა პროექტებს დაინახავ. ახალი პროექტი რომ შექმნა, ქვემოთ მარჯვენა კუთხეში დააჭერე new projects. დაარქვი პროექტს სახელი. მაგალითად, ჩემი პირველი ვიდეო და დააჭერე creates. ესეც ჩვენი პირველი პროექტი, DaVinci Resolve. ეს არის პროფესიონალური ვიდეო მონტაჟის პროგრამა, რომელიც შედგება ძირითადად 7 გვერდისგან. ალბათ გაინტერესებს, რას აკეთებს თითოეული გვერდი. ვეცდები მარტივად ავხსნა. Media page. აქ შემოგაქვს ის მასალები, რაც ვიდეო ედიტინგისთვის გჭირდება. მაგალითად, ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა. Cut page-ში სწრაფაჭრი ვიდეოებს. Edit-ში აკეთებ ზუსტ მონტაჟს. ამატებ ტექსტებს, ეფექტებს, გადასხვლებს და ასე შემდეგ. ყველაზე დიდ დროს ამ page-ში გაატარებ. Fusion-ში ქმნი რთულ ეფექტებს, ანიმაციებს და ასე შემდეგ. Color-ში ფერებს ასწორებ, ხოლო Fairlight-ში აუდიოს. და ბოლოს, Deliver-ში ვიდეოს სახით შეინახავ, ანუ დაარენდერებ შენს საბოლოო ვიდეოს. ამის მოსმენის შემდეგ შეიძლება შენც იფიქრო. ნამეტანია გენაცვა. ამიტომაც მხოლოდ იმას შევეხებით, რაც დამწყებს დაეხმარება დაამონტაჟოს თავისი პირველი ვიდეო. დავბრუნდეთ edit-ში. მარცხენა მხარეს ვხედავთ ცარიელ გრაფას. ზუსტად აქ უნდა შემოვიტანოთ ჩვენი ვიდეოები, სურათები და ასე შემდეგ. თუ ეს გრაფა შენთან არ ჩანს, ჯერ დარწმუნდი რომ ხარ edit page-ში და დააჭერე media files. შემდეგ ცარიელ ადგილას დააჭერე მაუსით მარჯვენა ღილაკს და მოძებნე import media. ან დააჭერე Ctrl+I-ს. მაგალითისთვის რამდენიმე ვიდეო შემოვიტანოთ. ჩვენი არჩეული ვიდეოები media pool-ში ჩაჯდა. ახლა მაუსით გადმოვიტანოთ ვიდეო timeline-ზე. ეს timeline-ია, სადაც უშუალოდ ვქნით ვიდეოს edits. Timeline-ზე space-ის დაჭერით შევძლებთ ვიდეოს ყურებას. ანუ ის, რასაც აქ უყურებთ, ეს იქნება ჩვენი საბოლოო ვიდეო. შემდეგ შეგვიძლია გადმოვიტანოთ მეორე ვიდეო და პირველ ვიდეოს გვერდზე დავსვათ. უბრალოდ კარგად დავაკვირდეთ, შუაში ხომ არ არის ცარიელი ადგილი. რადგან თუ ცარიელი ადგილი დარჩება, აქ კადრი არ გვექნება და სიშავი დაგვრჩება. ასე რომ თუ არ გვინდა რომ სიშავი დაგვრჩეს, ცარიელი ადგილიც არ უნდა დავტოვოთ. გადმოვიტანოთ სხვა ვიდეოებიც. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო edit-ი, მაგრამ როცა ვიდეოს უყურეთ, ნახეთ, რომ ეს კადრი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ამიტომაც გინდათ რომ გაჭრათ და შეამოკლოთ. ვიდეო რომ გავჭრათ, გჭირდება თული, რომელსაც played ჰქვია. უბრალოდ დააწყაბეთ მაუსით, შემდეგ გადადით ვიდეოზე და დააწყაბეთ იმ ადგილას, სადაც გინდათ რომ გაჭრათ ვიდეო. შემდეგ ვიდეოს არასასურველი მონაკვეთი მონიშნეთ და დააჭერეთ delete-ს. მაგალითად, თუ გინდა რომ ვიდეოში მხოლოდ შუა მონაკვეთი დავტოვოთ, გავჭრათ აქ და არასასურველი მონაკვეთები მოვნიშნოთ და წავშალოთ delete-ით. თუ ასე მოვიქცევით, დაგვრჩება მხოლოდ შუაში არსებული მონაკვეთი. ან შეგვიძლია უბრალოდ დავაწყაბოთ, ხელი არავიშოთ მაუსს და გადავწიოთ იმდენი, რამდენის მოგვესურვება. ასევე შეგვიძლია ვიდეოს ზემოდან დავადოთ, ანუ ზედა ლეიერზე ვიდეო, სურათი ან საერთოდ სხვა ელემენტი. რას ვიტყვით აუდიოზე? Timeline-ის ქვედა მხარეს შეგვიძლია დავამატოთ აუდიო. აუდიოს შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ რამდენიმე ლეიერი. თუმცა ვიდეოსგან განსხვავებით ისინი ერთმანეთის ხმას არ გადაფარავს. რამდენიმე აუდიოს თუ ერთმანეთს კარგად შევუხამებთ, ძალიან სასიამოვნო ხმის დიზაინს მივიღებთ. მაგალითად, ამ კადრს შეგვიძლია დავამატოთ ქალაქის ხმაურის ეფექტი, ქარის საუნდ ეფექტი, ან ზღვის ტალღების. ისევ გადავიდეთ media pool-ში, import media და შემოვიტანოთ აუდიოები. ასე რომ შეგვიძლია შემოვიტანოთ აუდიოები და ისინი დავაწყოთ ერთ ან მეტ ლეიერზე. მას შემდეგ, რაც მოვნიშნავთ აუდიოს, შეგვიძლია გადავიდეთ ინსპექტორში და ხმის სიმაღლე დავარეგულიროთ. მოდი ისევ ვიდეოს დავუბრუნდეთ. ვიდეოს შემთხვევაში რას აკეთებს ინსპექტორი? აქ უამრავ პარამეტრს ვნახავთ. შეგვიძლია ვიდეო დავაზუმოთ, გავწიოთ მარჯვნივ, მარცხნივ, ამოვატრიალოთ, შევაბრუნოთ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, მოვჭრათ კუთხეები და ასე შემდეგ. 2 წუთით შევხედოთ color page-საც. რადგან აქაც ძალიან ბევრი პარამეტრია, მხოლოდ 1-2-ზე ვისაუბროთ. მაგალითად, როგორ შეგვიძლია ეს ვიდეო რომ უფრო კონტრასტული გავხადოთ? მაგალითად, დავუწიოთ shadow-ებს, ავუწიოთ highlight-ებს და სატურაციასაც მოვუმატოთ. ნახე როგორი იყო ვიდეო მანამდე და შემდეგ. DaVinci Resolve არის საუკეთესო პროგრამა, როცა საქმე ფერებს, color corrections და color grading-ს ეხება. ასე რომ ამ საკითხზე ძალიან მაგარი ვიდეოები ჩაწერა შეიძლება. ძალიან კარგი. ჩავთვალეთ, რომ გავიარეთ ყველა ეტაპი. უყურეთ ვიდეოს და მოგწონს ყველაფერი. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გადავიდეთ delivery page-ზე. დაარქვით თქვენ ვიდეოს სახელი, მეუთითეთ ლოკაციას, სად გინდათ რომ გაექსპორტდეს ვიდეო, ფორმატში MP4, კოდექსში ისევ H264 და დააჭერეთ add to renders. და ბოლოს render all. მას შემდეგ რაც დასრულდება რენდერი, დააჭერეთ open file locations და უყურეთ თქვენს დაედიტებულ ვიდეოს. სულ ეს იყო. დამიწერე კომენტარებში კიდევ რა გაინტერესებს ვიდეო ედიტინგში. ვინც ის შეიძლება ზუსტად შენი კომენტარი მოხდეს შემდეგ ვიდეოში.